ყოველი მეხუთე ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის ქრონიკულ ტკივილს. ამ თემაზე უნდა მოვიწვიოთ ტკივილის მართვის სპეციალისტი ნიკოლოზ რთველიაშვილი გვერდდება. კიდევ უფრო მართვა არსებობს, ასეთი ცნება რო არსებობს, არც ვიცოდი. ვესალმები მაყურებელს და გულწრფელად უსურვებ ყველა ცხოვრებას ტკივილის გარეშე, რომელიც შესაძლებელია. ტერმინი რო არ ტკივა და იგონებს, არ არსებობს ეგეთი რამე. ადამიანი აღწერს ტკივილს და ეს ტკივილი არის ზუსტად ისეთი და ზუსტად ის, რასაც აღწერს ის. ზოგადად ტკივილი სასარგებლოა. ავი ტკივილი მიგვიყვანს ექიმამდე, შესაბამის პროფილის კლინიკაში. როდესაც არის, თქვათ, ქრონიკული ტკივილი, აი არ მთავრდება და რა თქმა უნდა, ეს უკვე ფსიქიკურ ტკივილში გადადის, ნერვები მტკივა სვანებმა იციან. ასე რომ ნერვები მტკივა ასეთი ფრაზა აქვს და ზოგადად როგორ მოქმედებს ეს ადამიანი შემდგომ უკვე ფსიქო რაღაც შინაგან მდგომარეობაზე. ქრონიკული ტკივილი იწვევს დეპრესიას, დესოციალიზაციას. ზოგადად ქრონიკული ტკივილის მკურნალობა არის მულტიკომპლექსური. ფსიქოლოგები, ნევროლოგები, რევმატოლოგები, რადიოლოგები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქრონიკული ტკივილის მიზეზი დაადგინა, ხო?